და როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, პირველი რა გვახსენდება? ჩვენი ეკასესიკაშვილი. გამარჯობა ეკა, როგორ ხარ? ძალიან გამიხარდა რა შემოგიერთვით ისე მცირედი პაუზის შემდეგ და ნუ ფეხბურთთან ერთად ძალიან სიმბოლურია რომ დღეს ასეთი საყვარელი პატარა ბავშვი ყავდა სტუმრად და ბავშვებთან ყოველთვის ასოცირდება ხოლმე ზოოპარკი, ხო? იმიტომ რომ ზოოპარკი განსაკუთრებულად ჩვენ დიდი სიამოვნებით დავდივარ ხოლმე ახალს და აღფრთოვანდები ხოლმე კი არა მარტო ბავშვობაში ჩვენ შვილებთან ერთადაც ახლაც ჩვენ დიდი სიამოვნებით მივდივართ ხოლმე ამ წელს და დღეს სწორედ ვისაუბრებთ ადამიანზე რომელმაც საკუთარი სიცოცხლის 20 წელი ზოოპარკს დაუთმო ეს არის ზურა გურიელიძე და მისთვის ეს ადგილი მხოლოდ სამუშაო სივრცე არასოდეს ყოფილა ეს არის სახლი პასუხისგებლობა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა სხვათა შორის მას ცხოველებთანაც და მათ შორის არიან ლომი და სპილო შენობით არის ლომებთან და სპილოებთან ძალიან ესე სიუჟეტით ნახავთ ისეთი ფოტოები აქვს მას გადაღებული ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ნამდვილად და აი არც გაგიკვირდებათ ალბათ რომ გითხრათ რომ ყველაზე დაუჯერებელი ისტორიებიც კი რეალობად ქცეულა მისთვის და თუ წარმოგიდგენიათ როგორია ლომთან ერთად ჩაატარო ერთ ოთახში თათბირი რას ხდება მაგის მეტი რა გამიგეთებია აგერ ჩვენთან ოთახში ლომები არ ვხედავთ უკვე კი ნუ ზოდიაქოთი თუ ვიმსჯელებთ ბევრი ლომის გარშემო ბევრი ლომი არის ჩვენს გარშემო ნამდვილად და ზურა გურიელიძე ამბობს რომ ცხოველებზე დაკვირვებისას არაერთხელ გაუკურვებია მათ ქცევას რადგან ყველა ცხოველს აქვს თავისი საკუთარი ემოცია და ის უნარი რომ საკუთარი ენითა და საკუთარი გზით დაუკავშირდნენ ადამიანებს. რაღაც განსაკუთრებული უნარი აქვთ ამისი რომ ისინი ვერ მეტყოლებდნენ, თუმცა მათი ქცევებით ჩვეულებრივად ესაუბრებიან ხოლმე ადამიანებს. თუმცა ზოოპარკი მისთვის მხოლოდ ცხოველები არ არიან, ეს არის ადამიანები, ბავშვები, რომლებიც იქ მთელ თავიანთ სასიამოვნო ბავშვობას და ემოციებს აგროვებენ და მათ შორის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღურად ზრუნავენ თითოეულ ცხოველზე და ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა დამეთანხმებით ამაში. თუმცა იყო რთული პერიოდებიც, არ შეგვიძლია რომ არ შევეხოთ ამასაც, მათ შორის იყო 13 ივნისის ტრაგედია, რომელმაც ზოოპარკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვალი დატოვა. თუმცა ყველა გამოწვევის მიუხედავად და უღალავი შრომის შედეგად დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურება ეს ზოოპარკი და ჩვენს რესპონდენტს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება იმ სამყაროს გარეშე, რომელშიც უკვე 2 წელია, ათეული წელია ცხოვრობს. მოდი ახლა ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ შეგვიძლია დავუკვირდეთ. ახლად როგორ სიტუაცია არის? აი რომ ბავშვი ეკითხებია დედა უფრო გიყვარს თუ მამა. აი ახლა ეს სიტუაციაში ჩამაგდეთ თქვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, წყილოებთან მაგალითად ძალიან კარგი ურთიერთობა და ძალიან მიყვარს. მარტორხასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა, ლომებთანაც, ყველა ლომთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ვერ გექნება, მაგრამ კლეო პატრასე მოდის ხოლმე როცა ხასიათზეა, მოდის გეალერსება, გეთამაშება და აი ესე ძალიან დიდი შეგრძნება. ეს ყველაფერი არის არა მარტო სამუშაო, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ჩემთვის ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო სამუშაო, რაც შეიძლება არსებობდეს. როდესაც იწყებ მუშაობას და თან იწყებ მუშაობას ეს სიტუაციაში, რომ ძალიან ბევრი რაღაცეები არის გამოსწორებული, რა თქმა უნდა, გარკვეულად ნერვიულობ და გარკვეულად ფრთხილობ კიდევაც, იმიტომ რომ თათი ცხოველებია, მაგრამ ცხოველების გარდა ზოოპარკში ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი მუშაობს. და არიან კიდე დამთვალიერებლები. რა თქმა უნდა, ვღელავდი ამ საკითხს, ანუ ემოცია, რასაც განვისედი, ეს იყო realva. Ai ჩვენ ჯგუფს, რომლებიც ერთად მუშაობთ, მოგვიწია აი ამ 20 წელი ძირე პერიოდი არ არის, მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ, რომ სამჯერ ავაშენეთ ახალი ზოოპარკი, ეს უკვე არც ისე დიდი პერიოდი გამოდის. ყველაზე დიდი სირთულე, რა თქმა უნდა, არის, როდესაც ცხოველები ავადმყოფენ. რომ თავისთავად თვითონ ვერ გეტყვიან, რომ რა აწუხებთ, როგორ აწუხებთ, შესაბამისად აქ უკვე ძალიან ბევრი ცოდნა საჭირო, რომ გაიგო რა ჭირდება და გამოცდილება. ყველაზე ძიმე სიტუაცია იყო, როდესაც გათენდა და როდესაც ეს ყველაფერი რაც ხდებოდა, უბრალოდ გამოჩნდა კარგად. აბსოლუტურად აპოკალიფსური სურათი იყო, დახოცილი ცხოველები და
დაღუპული ადამიანები, დამპრეული მანქანები, აქ რაღაცა ჩამოტანილი უამრავი სხვადასხვა და სავსე აქაურობა ლაფით. როდესაც ეს თვითონ ეს წყალი მოდიოდა თავისთავად ძალიან რთული იყო, მაგრამ იმდენად დატვირთულები ვიყავით, რომ ემოციებისთვის არ გვეცალა. ჩემი ფიქრები იყო ძირითადად მართული იმაზე, როგორ მეპოვა გამოსავალი ყველანაირად. მეორე იყო, რომ მე აბსოლუტურად უძლური ვიყავი, რადგანაც იქ სადაც რაღაც აქმედებები მიმდინარეობდა, მე მათთან კავშირი არ მქონდა. ჩვენ რო ავყოლოდით მაგალითად ემოციებს და არაფერი არ ვეკეთებინა, დღეს ზოოპარკი არ იქნებოდა და ალბათ ისეთივე ნანგრევებში იქნებოდა როგორც იყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ აგვედგინა ეს ყველაფერი და აგვედგინა რაც შეიძლება სწრაფად. სწორედ აი ეს იყო მთავარი мотиваცია, იმიტომ რომ გარკვეულად ძალიან ბევრი დაიღუპა, მაგრამ ასევე ბევრიც გადარჩა, ხო, რომელსაც ჭირდებოდა მოვლა, ჭირდებოდა ახალი ვოლიერები, ჭირდებოდა ყველაფერი. სწორედ აი ეს იყო ის мотиваცია, რაც ასე ვთქვათ, წყალებში ვაიძულებდა ინტენსიურად გამუშავა. ყოველთვის ჩვენ ვცნობდით საზოგადოების ხარდაჭერას. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. და სწორედ ამიტომაც ჩვენ გარკვეულად პირობა დავდეთ, რომ ჩვენ დავაკეთებდით ახალ კარგ ზოოპარკს. აქ იყვნენ სულ ყველა ზოოპარკის ისინიც კი, ვინც კი შვებულებაში იყვნენ და დასასვენებლად იმყოფებოდნენ, ისინიც კი ჩამოვიდნენ. ყველანი აქ დამხდნენ, ყველა თანამშრომელი, რომელიც იყო, აქ იყო ჩართული და აქტიურად მუშაობდა. რომ გავხსენით, თავარი ემოცია რაც იყო, რომ მე ემოცია შეიძლება ვთქვათ, დაღლილობა. ეხლა შეგვიძლია დავისვენოთ ცოტა. შეგვიძლია დავიძინოთ ამაღამე, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული პერიოდი იყო, ფაქტიურად დღე და ღამის განმავლობაში მუშაობა არ ჩერდებოდა. ეხლა ჯერჯერობით მიმდინარეობს მშენებლობა, ჩვენ ვემზადებით გახსნისათვის, გვინდა რომ რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეს იგულისხმება ამ ზაფხულში, მხოლოდ პირველი ნაწილი. განმეორე ნაწილზე ისევ მშენებლობები გაგრძელდება, ნაწილი ცხოველების გადავლე, როგორც კი მათი ვოლიერები იქნება დამთავრებული. ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე მდებარე, ეს არის ესევე სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ადგილობრივი სახეობის გამრავლება და მათ ბუნებაში დაბრუნებას ემსახურება. იმ სახეობების, რომლებიც ჩვენთან გადაშენდნენ, ან გადაშენების პირას იმყოფებიან. რაღაც ემოციების ჭიდილია, როდესაც შენი ხელით გასულ ცხოველს უშვებ ბუნებაში. ერთის მხრივ, რომ თქვენ მასთან გარკვეული ურთიერთობა გაქვს, დაუცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს და ამავე დროს მიაღწიე რაღაც ძალიან დიდ წარმატებას. აი ეს ორი თანგული ხდება, რომ ცხოველს ემშვიდობები. თან ამ დროს იცი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული ნაბიჯი. ეს აი როგორ გამოვხატო, როგორ აღწერო ეს ორი ემოციის სინთეზი დღემდე არ ვიცი მართალია. ნებისმიერ ცხოველთან ურთიერთობა, ხო, ეს არის ძალიან საინტერესო და თავგადასავლით სავსე ისტორია. ყოველთვის არის და უამრავი შემთხვევები ხდება ხოლმე. ბოლო პერიოდი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც შანისთან ურთიერთობა, როგორ იზრდებოდა კაბინეტში და აი როგორ გვიწევდა მაგალითად თათბირების ჩატარება, როდესაც პრაქტიკ ლომი განკარგავდა ყველაფერს. ზოგი თანამშრომელი მაგიდაზე იჯდა, ზოგისად ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო სიტუაცია იქნებოდა. გაკვირვება ძალიან ბევრია ხოლმე, მაგრამ როგორც წესი, ეს მკვლევარისთვის ესე უნდა იყოს, ის იმდენად ემოცია არ არის, რამდენადაც თქვათ ესეთი ანალიზის და ანალიზის შემდეგ დგება ხოლმე ხანდახან გაკვირვება, როდესაც აღმოვაჩენ თუ რამდენად ჭკვიანები არიან ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, როგორ გეკონტაქტებიან, როგორ გებინებენ. აი მაგალითად სამჯერ ჩატარდა სპილოზე კბილის ამოღების ოპერაცია. სამივე იყო აბსოლუტურად დაუვიწყარი და ძალიან დაძაბული. პირველი განსაკუთრებით, როდესაც 11 საათის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ნარკოზიდან გამოგვიყვანა ცხოველი. აი ეს რომ გამოვიყვანეთ, აი მაშინ იყო საოცარი ემოცია. ძალიან იშვიათად მიწევს ხოლმე, სულ რამოდენიმე დღით ვახერხებ ხოლმე, რომ სადმე წავიდე და გარდა ამისა, გამუდმებულ კონტაქტში ვარ, სადაც არ უნდა ვიყოფებოდე, რომ ანუ ვიცოდე რა ხდება, ყველანი როგორ არიან, განსაკუთრებით ცხოველები, რა ხდება, როგორ ხდება, ასე რომ გამუდმებით კონტაქტში ვარ. როცა ბრუნდები, ყოველთვის ესეთი შეგრძნება არის, რომ აი სახში დაბრუნდი. და სადაც ხდებიან უკვე
ისინი რომლებიც სხვანაირად გამოხატავენ ამას ყველაფერს, მაგრამ გამოხატავენ ძალიან გასაგებად. ამათ გარეშეც წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება? იცით რა, წარმოგიდგენია ალბათ რომ წარმოგიდგენია რომ ეს იქნებოდა ძალიან უინტერესო და ძალიან მონოტონური ცხოვრება, რომელსაც არ ვუსურვებთ.